გვერდი 76. პირველი ამოცანა. აკუმულატორის დამუხტვისას 154 კულონი მუხტის გადატანაზე გარე ძალების მიერ შესრულებული მუშაობა 720 ჯოულია. იპოვეთ აკუმულატორის ელექტრომამოძრავებელი ძალა. მოცემული არის, რომ Q არის 154 კულონი, შესრულებული მუშაობა გარე ძალების მიერ არის 720 ჯოული. უნდა ვიპოვოთ აკუმულატორის ელექტრომამოძრავებელი ძალა. განმარტების თანახმად ელექტრომამოძრავებელი ძალა ეს არის გარე ძალების მიერ შესრულებული მუშაობა Q მუხტის გადატანაზე შეფარდებული ამ მუხტის სიდიდესთან. მეორე ამოცანა. დენის წყაროს ელექტრომამოძრავებელი ძალა და შიდა წინაღობა შესაბამისად 3 ვოლტი და 1 ომია. განსაზღვრეთ დენის ძალა წრეში თუ მისი გარე წინაღობა 5 ომია. მოცემული არის, რომ ელექტრომამოძრავებელი ძალა არის 5 ვოლტი, შიდა წინაღობა R არის, ესე იგი 1 ომი და გარე წრედის წინაღობა R არის 5 ომი. უნდა ვიპოვოთ წრეში დენის ძალა. ომის კანონის თანახმად ჩაკეტილი წრედისათვის დენის ძალა ეს არის ელექტრომამოძრავებელი ძალა შეფარდებული წრედის სრულ წინაღობაზე. სრული წინაღობის ქვეშ იგულისხმება გარე წრედის წინაღობას დამატებული შიდა წრედის წინაღობა, ესე იგი R-დიც პლუს R პატარა. აქედან გამოვთვლით. მესამე ამოცანა. დენის წყაროს ელექტრომამოძრავებელი ძალა და შიდა წინაღობა შესაბამისად 9 ვოლტი და 0.5 ომია. განსაზღვრეთ ძაბვის ვარდნა დენის წყაროში თუ წრედის გარე წინაღობა 0.5 ომია. ესე იგი, მოცემულია, რომ ელექტრომამოძრავებელი ძალა არის 9 ვოლტი, შიდა წინაღობა R არის 0.5 ომი. თუ გარე წრედის წინაღობა R არის 2.5 ომი. და ჩვენ გვაკითხებიან წრედის, ესე იგი, ძაბვის ვარდნას დენის წყაროში. ესე იგი, U შიდა არის კითხვის ნიშანი. ესე იგი, U შიდა წრედში ძაბვა, ეგ არის I გამრავლებული R-ზე. ეხლა I შეგვიძლია ვიპოვოთ ომის კანონიდან. I არის ეფსილონი შეფარდებული R-დიც პლუს R პატარა. ამიტომ ესე იგი, შიდა წრედში ძაბვის ვარდნა იქნება ეფსილონ შეფარდებული R-დიც პლუს R პატარა გამრავლებული R პატარაზე. აი ამ ფორმულით ვიპოვეთ. მეოთხე ამოცანა. იპოვეთ დენის წყაროს ელექტრომამოძრავებელი ძალა, თუ მისი შიდა წინაღობა 2 ომია, გარე წინაღობა 8 ომი, ხოლო ძაბვის ვარდნა გარე წრედში 12 ვოლტის ტოლია. მოცემული არის, ესე იგი, შიდა წინაღობა R პატარა არის 2 ომი, გარე წინაღობა R დიდი არის 8 ომი, ხოლო ძაბვის ვარდნა გარე წრედში არის 12 ვოლტი და გვეკითხებიან ელექტრომამოძრავებელ ძალას. ეხლა გარე წრედში ძაბვის ვარდნა ეს არის დენის ნამრავლი გარე წრედის წინაღობაზე. აქედან დენი ეს არის U გაყოფილი R-ზე. მეორე მხრივ ომის კანონის თანახმად იგივე დენი ეს არის ეფსილონი შეფარდებული R-დიც პლუს R პატარა. აქედან ეფსილონი იქნება I გამრავლებული R-დიც პლუს R პატარაზე. ის მაგივრად ავიღოთ U გაყოფილი R-ზე. ასე რომ ეფსილონი იქნება U შეფარდებული R-ზე, R-დიც პლუს R პატარა. მეხუთე ამოცანა. რამდენჯერ აღემატება დენის წყაროს ელექტრომამოძრავებელი ძალა გარე წრედში ძაბვის ვარდნაზე, თუ წრედის გარე წინაღობა შიდა წინაღობაზე 5-ჯერ მეტია.
ესე იგი r დიდი არის 5-ჯერ r პატარა და გვეკითხებიან რისი ტოლი არის ეფსილონი u გარეწრედთან შეფარდება რისი ტოლი არის ეფსილონი მამოძრავებელი ძალისა u-სთან შეფარდება. ესე იგი დენის ძალა ეს არის ეფსილონი შეფარდებული r დიდს პლუს r პატარა. მეორე მხრივ გარეწრედში ძაბვის ვარდნა ეს არის i გამრავლებული r-ზე, ხო? ხო, ну აქედან ჩვენ შეგვიძლია დენის ძალა გამოსახოთ. ну ეს გადავწეროთ, ესე იგი ეს ფორმულა ესეთნაირად i r დიდს პლუს r პატარა ეს არის ეფსილონი, r დიდი გავიტანოთ ჭრილებს გარეთ, i r დიდი r-ს პლუს r პატარა r დიდზე. ეს არის ეფსილონის ტოლი. ეს არის u, ესე იგი u გამრავლებული r-ს პლუს r პატარა r დიდზე არის ეფსილონის ტოლი. აქედან ეფსილონის შეფარდება u-სთან, ეს არის r-ს პლუს r პატარა შეფარდებული r დიდზე. ხო, ну ანუ ეს იგივე რაც r-ს პლუს r პატარა 5-ჯერ r პატარაზე, ესენი გაიკვეცება r-ს პლუს 1/5, ანუ 6/5, ანუ 1/1/5 ტოლია. მეექვსე ამოცანა. 9 ვოლტი ელექტრომოძრავებელი ძალის მქონე დენის წყაროსთან რეზისტორის ჩართვისას ძაბვის ვარდნა გარეწრედში 4.5 ვოლტია. რისი ტოლი იქნება ძაბვის ვარდნა გარეწრედში, თუ ერთის ნაცვლად მიმდევრობით შეერთებულ ორ ისეთივე რეზისტორს ჩავრთავთ. ისე მოცემული არის, რომ ელექტრომოძრავებელი ძალა არის 9 ვოლტი, u პირველი ეს არის 4.5 ვოლტი და r მეორე არის r პირველის ტოლი და რისი ტოლი იქნება u მეორე. ხო, ну ახლა აქ ეგეთი სიტუაცია გვაქვს, რომ გქონდა დენის წყარო, რომელთანაც მიერთებული იყო რეზისტორი, რომლის წინაღობა არის r, მერე იგივე დენის წყაროსთან მივუერთებთ მიმდევრობით ესეთივე მეორე წინაღობას. ხო, აქაც r არის, ესეც r არის. ეს ეფსილონი, ესეც ეფსილონი, ეს r პატარა, ეს r პატარა. და მოცემული გვაქვს ჩვენ u1. u1 არის ძაბვა აი ამ წერტილებს შორის. და გვეკითხებიან როგორი იქნება u2-ო, როდესაც აი ორი წინაღობა იქნება მიმდევრობით გარეწრედში მიერთებული. ჩავწეროთ ომის კანონი, აი თქვათ პირველ შემთხვევაში, ესე იგი i ეს არის ეფსილონი შეფარდებული r დიდს პლუს r პატარა. მოდით ორივე მხარე r დიდ პლუს r პატარაზე გავამრავლოთ და i r პლუს i r პატარა ეს არის ეფსილონის ტოლი. ანუ i შეიძლება გავიტანოთ ჭრილებს გარეთ, r დიდს პლუს r პატარა ეს არის ეფსილონის ტოლი. მოდით r დიდიც გავიტანოთ ჭრილებს გარეთ, i r-ს პლუს r პატარა r დიდზე არის ეფსილონის ტოლი. ესე იგი u გამრავლებული r-ზე ეს არის u პირველი. ესე იგი u პირველი r-ს პლუს r პატარა r დიდზე არის ეფსილონის ტოლი. ეს შეეხებოდა პირველ სქემას. ახლა მეორე სქემისთვის დავწეროთ. ესე იგი i შტრიხი ეს არის ეფსილონი 2-ჯერ r დიდს პლუს r პატარა. აქედან i შტრიხი 2r პლუს r პატარა იქნება ეფსილონის ტოლი. 2r გავიტანოთ ჭრილებს გარეთ, i შტრიხი 2r-ზე, r-ს პლუს r პატარა 2r-ზე არის ეფსილონის ტოლი. აი ეს არის u2.
ესე იგი U2 1 პლუს R 2 R-ზე ეს არის ეფსილონის ტოლი. ეხლა პირველი ფორმულიდან, აი ამ ფორმულიდან ჩვენ შეგვიძლია R-ი შეფარდებული R-ზე ვიპოვოთ. ესე იგი 1 პლუს R R-ზე ეს არის ეფსილონი U-ზე, ანუ R R-ზე ეს არის ეფსილონი U-ზე მინუს 1. გამოვთვალოთ R R-ზე ეფსილონი იყო 9 შეფარდებული 4/5-ზე მინუს 1. ასე რომ R R-ზე ეს არის 2 მინუს 1, ანუ გამოვიდა 1-ის ტოლი. ესე იგი R R-ზე ეს არის 1. ეხლა ეს შევიტანოთ ამ ფორმულაში. ესე იგი გამოვა U2 1 პლუს 1 მეორედი არის ეფსილონის ტოლი. ანუ U2 3 მეორეზე არის ეფსილონი, ანუ U2 იქნება 2 ეფსილონი შეფარდებული 3-თან. აი ესეთი გამოგვივა ძაბვა მეორე შემთხვევაში. მე-7 ამოცანა. 12 ვოლტი ელექტრომამოძრავებელი ძალის მქონე დენის წყაროსთან რეზისტორის ჩართვისას ძაბვის ვარდნა გარეწრეთში 4 ვოლტია. რისი ტოლი იქნება ძაბვის ვარდნა გარეწრეთში თუ ერთის ნაცვლად 2 ისეთივე პარალელურად შეერთებულ რეზისტორებს ჩავრთავთ. ესე იგი ეფსილონი არის 12 ვოლტი, U პირველი არის ესე იგი 4 ვოლტი. ხოდა გვეკითხებიან U მეორეს თუ R პირველი უდრის R მეორეს, მაგრამ ჩართული არის პარალელურად. დავხატოთ სქემა, ეს პირველი შემთხვევა არის ესეთი, ეს არის ეფსილონი, აი აქ არის U1, აი ამ წერტილებს შორის. ეს არის R, ხო? ნუ ამას შიდა წინაღობა აქვს R პატარა. ეხლა ჩვენ ავიღეთ 2 ერთნაირი რეზისტორი და მივაერთეთ ეგენი პარალელურად. აი ესეთი ვარიანტი გვაქვს. ეხლა ესეც R არის, ესეც R არის. ნუ ამას შიდა წინაღობა იგივე დარჩა და ეფსილონი იგივეა. ეხლა გვეკითხებიან U2-ს აქ. ეხლა ანალოგიურად როგორც წინა ამოცანა გავაკეთეთ, აი დავწეროთ ეხლა ომის კანონი. პირველ შემთხვევაში ეფსილონი არის I არის ეფსილონი R-დიც პლუს R პატარა. ეს გადავწეროთ ესეთნაირად I R-დიც პლუს R პატარა არის ეფსილონის ტოლი. ანდა R-ი გავიტანოთ I R 1 პლუს R პატარა R-დიძე არის ეფსილონის ტოლი. ანუ U1 1 პლუს R R-დიძე არის ეფსილონის ტოლი. ეხლა აი ამ შემთხვევაში რა სიტუაცია გვაქვს? I არის ეფსილონი, პარალელურად თუ არის შეერთებული წინაღობები ერთნაირი, მათი საერთო წინაღობა R ნახევარი არის პლუს R პატარა. გავიტანოთ ესე იგი ეს I შტრიხი დენის სხვა იქნება. I შტრიხი R ნახევარი პლუს R არის ეფსილონი. ეხლა ისევ გავიტანოთ R ნახევარი I შტრიხ R ნახევარზე 1 პლუს 2 R R-დიძე არის ეფსილონი, აი ეს არის U2. ასე რომ U2 1 პლუს 2 R პატარა R-დიძე არის ეფსილონის ტოლი. ეხლა R პატარა R-დიძე აი ამ ფორმულიდან შეგვიძლია ვიპოვოთ, ეს ვარსკვლავიანი ფორმულა იყოს. აქედან გვექნება მოდით გადავიტანოთ აქ არ მეტევა. ესე იგი U1 1 პლუს R R-დიძე არის ეფსილონი. აქედან 1 პლუს R R-დიძე არის ეფსილონი შეფარდებული U1-ზე. ანუ R R-დიძე არის ეფსილონი U1-ზე მინუს 1. ეფსილონი იყო რიცხვები გამოვთვალოთ. R R-დიძე ეს არის 12 ვოლტი, აქ არის 4 მინუს 1. ანუ 3-ს მინუს 1, ან გამოვა 2-ის ტოლი. ეხლა მეორე სქემისათვის U2 1 პლუს 2 R R-დიძე არის ეფსილონი, ანუ U2 1 პლუს
r ერთიძე 2 არის, ესე იგი 1 პლუს 4 არის ეფსილონი, ამიტომ u2 გამრავლებული 5-ზე, ეს არის ეფსილონი, ანუ u2 იქნება ეფსილონ მეხუთედი. აი ესეთნაირად გავაკეთებთ ამ ამოცანას. მერვე ამოცანა. განსაზღვრე დენის წყაროს ელექტრომამოძრავებელი ძალა და შიდა წინაღობა, თუ წრეში 2 ამპერი დენის ძალის გარე წრეში სიმძლავრე 150 ვატია. 8 ამპერი დენის ძალისას კი 80 ვატია. ხო, აქ ჩავწეროთ, ესე იგი, თუ I1 არის 20 ამპერი, P1 სიმძლავრე არის 140 ვატი. ხოლო თუ I2 არის 8 ამპერი, მაშინ დენის ძალა, ესე სიმძლავრე P2 არის 80 ვატი. და უნდა ვიპოვოთ ელექტრომამოძრავებელი ძალა და შიდა წინაღობა. ხო, ეხლა აქ სიტუაცია ის არის, რომ აქ იცვლება გარე წინაღობა. ერთ შემთხვევაში R1 არის წინაღობა წრეში, მეორე შემთხვევაში R2 არის წინაღობა. ხო, აი ჩავთვალოთ, რომ თქვათ ეს R1 არის წინაღობა. ეს არის ეფსილონი და R, აქ R1 არის. დავწეროთ ომის კანონი I პირველი, ეს არის ეფსილონი R-დიც პლუს R პატარა. ხოლო სიმძლავრე P1 გარე წრეში, ეს არის I1 გამრავლებული U1-ზე. ხო, ესე იგი, ეს ხო, მეორე სქემას დავხატოთ, ნახეთ. ესე იგი, ეს იგივე დენის წყარო არის, გარე წრედის წინაღობა შევცვალეთ. R2, ეს არის ეფსილონი R პატარა და აქ I2 არის ეფსილონი, ეს იყო R1, R2 პლუს R პატარა, ნუ შიდა წინაღობა ცხადი არ იცვლება, იცვლება გარე წრედის წინაღობა. P2 არის I2 გამრავლებული 2-ზე. ხო, ეხლა სიმძლავრის ფორმულები შეიძლება ცოტა სხვანაირადაც გადავწეროთ. მაგალითად, P1 შემიძლია დავწერო I1 კვადრატ R1. ასევე P2 შემიძლია დავწერო როგორც I2 კვადრატ R2. აი აქედან R1 იქნება P1 I1-ის კვადრატზე, R2 არის P2 I2-ის კვადრატზე. ასე რომ, ფაქტიურად R1 და R2 შემიძლია გამოვთვალო რა. ესე იგი, ნუ აი სინამდვილეში დავწეროთ, აბა R1 არის P1 180 I1-ის კვადრატზე 400-ზე, ესე იგი, ეგ იქნება რიცხობრივად რო დავთვალოთ, ესე იგი 180 40-ზე, ესე იგი ეს არის 0.45 ომი. R2 რიცხობრივად იქნება 80 გაყოფილი 8-ის კვადრატზე 64-ზე, ხო? ესე იგი, ეს არის 10 8-ზე რო გავკვეცო 10 მერვედი 1.25 ომი. ეს იგი R1, R2 ცნობილი არის ჩემთვის. ხო, თუ R1 და R2 ცნობილი არის, მერე უკვე თქვათ გვაქვს ორი განტოლება და ორი უცნობი და ამით გამოვთვლით მაგას. ნუ მოდით გავაკეთოთ ეს, ესე იგი, გავყოთ თქვათ ეს A განტოლება B განტოლებაზე. ესე იგი, I1 შეფარდება I2-თან, ეგ იქნება R2 პლუს R პატარა, R1 პლუს R პატარა. ნუ გადავამრავლოთ ეს ჯვარედინად. I1 R1 პლუს R პატარა, ეს არის I2 ხო, R2 პლუს R პატარა, გავხსნათ ფრჩხილები I1 R1 პლუს I1 R პატარა არის
i2 r2 პლუს i2 r პატარა. ნუ გადავიტანოთ აი თქვათ ეს აქეთ ხარეს, ეს იქეთ ხარეს. ესე იგი i1 მინუს i2 გამრავლებული r პატარაზე ეს არის i2 r2 მინუს i1 r1. ასე რომ r პატარა გვაქვს ნაპოვნი არის i2 r2 მინუს i1 r1 შეფარდებული i1 მინუს i2. ეხლა თუ ეს r-ი ნაპოვნი გვაქვს, მე რომელიღაცა თქვათ ერთ-ერთში შევიტანოთ. აი თქვათ მაგალითად პირველში ეფსილონი იქნება i1 r1 პლუს i1 r პატარა. აი ესე. მეცხრე ამოცანა. წრედი შედგება მიმდევრობით შეერთებული ორი ელემენტისაგან და მათთან მომჭერებზე და მათთან მიერთებულ 3.5 ომი წინაღობის ნათურისგან. სურათი 115. იპოვეთ ძაბვა ნათურის მომჭერებზე, თუ ε1 არის 5 ვოლტი, r1 არის 0.2 ომი, ε2 3 ვოლტი და r2 0.3 ომი. ეს იგი ε1 არის 5 ვოლტი, r1 არის 0.2 ომი, ε2 არის 3 ვოლტი, r2 არის 0.3 ომი. და გვაქვს ნათურა, რომლის წინაღობა r არის 3.5 ომი. უნდა ვიპოვოთ ძაბვა მომჭერებზე. არის კითხვის ნიშანი. პირველ რიგში ჩავწეროთ ომის კანონი. ეხლა რადგან აქ ორი დენის წყარო არის, უნდა შევხედოთ მათი ელექტრომამოძრავებელი ძალები ერთ და იგივე მიმართულების დენს იძლევა თუ არა. აი აქ აშკარად ჩანს, რომ ეს დენის წყაროები ერთ და იგივე მიმართულების დენებს იძლევა. ამიტომ საერთო ელექტრომამოძრავებელი ძალა იქნება მათი ჯამი, საერთო წინაღობა r-იც პლუს r1 პლუს r2. ასე რომ მომჭერებზე ძაბვა ეგ არის i გამრავლებული r-ზე. ასე რომ აქ შევიტანთ ესე იგი ε1 პლუს ε2 r-იც პლუს r1 პლუს r2 გამრავლებული r-ზე. ეს იქნება პასუხი. მეათე ამოცანა. წრედი შედგება მიმდევრობით შეერთებული ორი ელემენტისაგან და მათთან მიერთებული 10 ომი წინაღობისაგან. იპოვეთ ძაბვის ვარდნა თითოეულ ელემენტში. თითოეულ ელემენტში. თუ ε1 24 ვოლტია, r2 არის 0.4 ომი, ნუ ჩავწეროთ. ε1 არის 24 ვოლტი, r1 არის 0.4 ომი, ε2 არის 2 ვოლტი, r2 არის 0.6 ომი, r-დიდი არის 10 ომი. და ძაბვა ყველა მომჭერებზე. ხო, ეხლა პირველ რიგში ჩავწეროთ ომის კანონი. რადგან ესე იგი ეხლა ვხედავთ, რომ ელემენტები ისე არის შეერთებული, რომ მათი მიერ შექმნილი დენები საპირისპირო მიმართულებით არის, ამიტომ სრული ელექტრომამოძრავებელი ძალა მათი ალგებრული ჯამის ტოლი იქნება, იმიტომ რომ თავისი ნიშნებით უნდა ავიღოთ. ესე იგი ეხლა აქ ცხადია რომ ε1 მეტია ε2-ზე, ამიტომ იქნება ε1 მინუს ε2 r-იც პლუს r1 პლუს r2. ეხლა ჩვენ რო ავიღოთ მაგალითად დენის წყაროს მომჭერებზე ძაბვა, დენის წყაროს კი არა, ბოდიში ნათურის მომჭერებზე ძაბვა. ეგ იქნება მასში რადენმაც გაიარა, შეფერდებული r-იც პლუს r1 პლუს r2. აი, ხო, ეს გამრავლებული r-ზე. ეს არის ნათურის ბოლოებზე მიერთებული ნათურის ბოლოებზე ძაბვის ვარდნა.
ეხლა რაც შეეხება პირველი ელემენტის მომჭერებზე ძაბვის ვარ, რომ შევხედოთ, არა, მისთვის გარეწრედი არის როგორც ნატურა, ასევე მეორე მეორე დენის წყარო. ამიტომ გასული დენი იქნება ε1 მინუს ε2 R-დიც პლუს R1 პლუს R2 და გარეწრედის წინაღობა არის R-დიც პლუს R2. ეხლა რაც შეეხება მეორე ნატურას, აქ პირიქით იქნება ε1 მინუს ε2 R-დიც პლუს R1 პლუს R2 R-დიც პლუს R1. ნუ პირიქით იმ მხრივ, რომ ეხლა პირველი დენის წყაროს შიდა წინაღობა არის გარეწრედი მეორე ელემენტისათვის.